ოკუპირებულ აფხაზეთში ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებაზე დე-ფაქტო პარლამენტის წევრებმა ეგრეთ წოდებული კანონპროექტის დამტკიცებას რეკომენდაცია არ მისცეს. დე-ფაქტო პარლამენტში იხილებოდა სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც ცილისწამებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებდა. კერძოდ, ეგრეთ წოდებული კანონპროექტი ითვალისწინებდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 200,000 რუსული რუბლის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას ცილისწამებისთვის. დე-ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო სამართლებრივი კომიტეტის ხდომაზე ეგრეთ წოდებული კანონპროექტი ბჟანიას წარმომადგენელმა ბატალ აიბამ წარადგინა და ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ადგილობრივი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ასევე არ დაეთანხმა ეგრეთ წოდებული ომბუდსმენი ანას ქიშმარია. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული კანონპროექტის მიღება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მასობრივ სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროს ზურაბ ტატიშვილს, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში ეგრეთ წოდებული კანონპროექტის ჩაგდებას რამდენიმე ვერსიით ხსნის. შეგვიძლია ორი ვერსია გამოვთქვათ. ერთი, რომ ბჟანია ბოლომდე ვერ აკონტროლებს პარლამენტს და შესაბამისად მისი ძალაუფლება დღევანდელ პარლამენტზე არ ვრცელდება, შესაბამისად ის კანონპროექტები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, მათ გატანას დიდი პერსპექტივა არ უწევია დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, მაგრამ მეორე ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტსა და ეგრეთ წოდებულ პარლამენტს შორის იყოს შეთანხმებული მოქმედებაც, რაც არაერთხელ უკვე აფხაზეთში მომხდარა. შეთანხმებული მოქმედების მიზანი რა არის, რომ ბჟანიამ ხელები დაიბანოს, თქვას, რომ მე ჩემი მხრიდან ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია და ასე ვთქვათ, მე თვითონ რუსებთან რეპუტაცია და მხარდაჭერა რუსების შეცადოს არ დაკარგოს და ჯოხი გადატეხოს პარლამენტზე, რომელიც ამორფულია იქ პარტიებისგან არ შედგება, მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებსაც რაღაც პარტიული კონტროლის მექანიზმით ვერ მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს მექანიზმი აფხაზეთს ადრეც ბევრჯერ გამოუყენებიათ რუსების ზეწოლის ნიველირებისთვის და არ არის გამორიცხული, რომ დღესაც ეს ასე ვთქვათ მექანიზმი ამუშავეს, თუმცა დანამდვილებით ჯერჯერობით ამ ორი ვერსიიდან რომელს უფრო მეტი არგუმენტი აქვს საუბარი ძალიან ძნელია და ახლო მომავალში წესით უკეთ დავინახავთ რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის განმავლობაში 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. სულ ამ ხნის მანძილზე დარეგისტრირებული იყო ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული 54 დანაშაული, მათ შორის 18 მძიმე. ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ იქნა 21 ადამიანი. განაცხადა აფსნი იახასთან ინტერვიუში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის სამმართველოს უფროსმა ასტამურ ჩალიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამ მდგომარეობაზე და სტატისტიკაზე სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა აბესაძე გვესაუბრება. მისი შეფასებით ვითარება ამ მიმართულებით უკიდურესად რთული და უკონტროლოა. არც ვიცით ოფიციალურად ალბათ არ ტარდება ისეთი კვლევები, რომ გამოიკვლევენ რაოდენობა, მაგრამ მასიურად არის ნარკოტიკების მოხმარება და საერთოდ არ კონტროლდება თვითაღიარებული ხელისუფლება ჩემი გადმოსახედიდან საერთოდ არ აქვს ნარკოპოლიტიკა. ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკა იქ არის დასჯა და კორუფცია და ზოგადად ეს ბაზარი ალბათ ძალიან მომხიბვლელი არის რა ზოგადად ნარკოტიკების მიწოდების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრი არის ტრადიციული ნარკოტიკებს ასაც ვეძახით. პრობლემები არის შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ერთი ის, რომ მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა არის ძალიან დიდი, დამოკიდებულება აქვს და შესაბამისად რომც მოისურვონ ხარისხიან მკურნალობას, დეტოქს ვერ გაივლიან. მეორე ის, რომ მოისურვონ თავი დაანებონ ნარკოტიკების მოხმარებას, მეორე ის, რომ იმითქიდან გამომდინარე, რომ ზიანის შემცირების სერვისებს ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლება არ აღიარებს, შესაბამისად შეიძლება აღიაროს, მაგრამ არ არის იმის საშუალება, რომ იქ ოფიციალურად ამის საშუალება არ აქვს ეს მიწოდების, შესაბამისად იზრდება სხვადასხვა სისხლდანადების დაავადებების
გავრცელების პრევალენტობა, როგორც არის HIV-ში, ჰეპატიტები და ასევე სხვა და სამწუხაროდ ეს კიდევ სხვა ტიპის პრობლემებს წარმოქმნის და ასევე ოპიოდების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არის ზედოზირების შემთხვევები, რასაც თუ ჩვენ მომხმარებელს არ ვაწვდით ნალოქსონს, თუ სამედიცინო პერსონალი არის მობილიზებული და ამაზე ორიენტირებული, შესაბამისად იქნება ბევრი ლეტალური შემთხვევებიც. ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიება ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის განხორციელდა. პროექტის მიზანია ხელვაჩაურში მდებარე სოფელ ფერიის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ცენტრის მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის წევრების ჩართვა და აქტიური თანამშრომლობა. ლექციები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოლაპარაკებების ხელოვნება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ევროპული პერსპექტივის კონტექსტში და მასმედიის გავლენა კონფლიქტების დარეგულირებაზე. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სემინარები მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას პროექტების წერისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით. პროექტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მათი დამოკიდებულება, ჯანსაღი ხედვა და მიდგომა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისე ჩვენი ევროპული გზის მიმართ, ქვეყნის გაერთიანებისა და ჩვენი ღირებულებების სიმტკიცის და ქვეყნის განვითარების გზაზე, სწორი გრადობის და სწორი სტრატეგიული პოზიციონირების და მუშაობისთვის. ამიტომ ახალგაზრდების ძალა და ენერგია ნამდვილად არის ის, რაც გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს და მართლაც ალბათ დარწმუნებული ვარ, ბათუმის მაგალითი იქნება იმის მაგალითი, რომ ჩვენ სოხუმში მალე ერთად ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო. აქ არიან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები და აქ არიან ბათუმის ფერიის სკოლის აფხაზური სეგმენტი, ასე ვთქვათ, და ეგ არის ურთიერთობა ქართული და აფხაზური კულტურის, ქართული და აფხაზური მომავლის წარსულიდან გამომდინარე, იმ აღსანობიდან გამომდინარე, რაც იყო და როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში აბსოლუტურად ეგ ყველაფერი. ეს იქნება სახალხო დემოკრატია, ეს იქნება ხელოვნების ურთიერთობა, ხელოვანთა ურთიერთობა, სტუდენტების ურთიერთობა. ყველაფერი დღეს, თუნდაც დღეს არის ამ კონტექსტში განსახილველი. მესხის უნივერსიტეტიდან ჩამოვედი და შევხვდით ფერიის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, აფხაზებს, მათთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ მათი დახმარებით კიდევ უფრო განვავრცოთ და გავავრცელებთ იმ ყველაფერს, რისით მათ გსურს, რომ ეს არის, რომ გვინდა გავუწოდოთ მათ აფხაზ თანატოლებს მეგობრობის ხელი, სიყვარული, ერთობა და ასე ვთქვათ, სწორედ მათი დახმარებით მოხდება ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, შეიძლება ასე დავარქვათ მას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრსა და სოფელ ფერიის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სოფელი ფერია, რომელიც მუჰაჯირების მიერ არის დასახლებული და დღემდე ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია. ხოლო ზემოთ აღნიშნული საჯარო სკოლა ტრადიციების შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო კერა. სკოლაში რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს აფხაზურ ენაზე სწავლების პროცესი. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი პასუხისმგებლობას იღებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმ პროექტების პოპულარიზაციას, რომელსაც სკოლა ახორციელებს და რომლის მიზანიც აფხაზური ენის მიმართ საზოგადოების ცნობიერების დონის გაზრდა და დაინტერესებაა. ცენტრი აქტიურად გააშუქებს სკოლის მოსწავლეების იმ აქტივობებს, რომლებიც აფხაზურ ენაზე განხორციელდება. ამის გარდა სკოლის ხელმძღვანელობა და საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი გეგმავენ მოამზადონ დოკუმენტური ვიდეო მასალა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. არაერთი მედია პროექტის მონაწილეები არიან ფერიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები, თუმცა დღეს უკვე დეკლარირებულად შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას ხელს. და არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, თუმცა მემორანდუმშიც გვიწერია, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით დოკუმენტურ მასალას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მუჰაჯირებს, მოგეხსენებათ
სოფელი ფერი არის მუჰაჯირები დასახლებული სოფელი და მუჰაჯირები აფხაზეთიდან როდესაც აიყარნენ არა მხოლოდ ფერიაში და მაღალმთიან აჭარაში, არამედ თურქეთის ტერიტორიაზეც გადაასახლეს და უკვე ვეცდებით რომ ორივე ქვეყანაში შევკრათ რაღაცა ერთი დოკუმენტური დიდი მასალა მუჰაჯირების შესახებ და ისტორია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რაღაცნაირად დღის შუქზე გამოვიტანათ. 2 წელია, რაც ჩვენ ურთიერთთანამშრომლებთ და დღევანდელი მემორანდუმი კი უფრო მეტ ძალას, მეტ დავალებას მოგცემს, რათა მეტად მოვეკიდოთ აი ამ აფხაზური ენის სწავლას, აფხაზური ენის პოპულარიზაციას, აი ამ თემებთან დაკავშირებით ერთობლივ პროექტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. სკოლის ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის საბავშვო საყმაწვილო სასწავლო შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურა. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. მოზარდებმა აფხაზეთის თემატიკაზე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, ხოლო წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ უმაღლესი საბჭოს წარმატებული სიგელებით. ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ აი ამ შესანიშნავი ბიბლიოთეკის კიდევ უფრო გალამაზებაში. ჩვენი მიზანი იყო სათანადო პატივი მიგვეგო იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც უკვე 30 წელიწადია შრომობენ, გავიცანით გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული ახალგაზრდები. ჩვენ ვეძებთ ასეთ ახალგაზრდებს და გვინდა რომ ვიყოთ თანამონაწილე მათი დიდი წარმატების და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ამ ბავშვებმა მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწიონ. ისეთი საჩუქარი მივიღეთ, რომელიც ჩვენი სკოლისათვის აუცილებელი იყო, გჭირდებოდა, თუმცა ჩვენ ვერ ვახერხებდით ამის შეძენას. იმედი გვაქვს, რომ მათ ამ საჩუქარს ჩვენს მიზნობრივად გამოვიყენებთ და ჩვენი ბავშვები დაეწაფებიან ამ წიგნებს და მიიღებენ ცოდნას, განათლებას, განვითარებას, რომლითაც უკეთეს დღეს შეუქმნიან ჩვენს საქართველოს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ჩემი დაფასებისთვის. ბათუმში სტარტი აიღო პროექტმა დევნილი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარჩვევების განვითარება, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება. 2 თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ სამეწარმეო და პრაქტიკული უნარჩვევები, თანამედროვე ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით შეიძინონ კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში და თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნეს უნარჩვევების განვითარებაში, მეორე მხრივ ჩვენ მათ დავეხმარებით ამ ხელშეწყობის სხვადასხვა საშუალებებით, რომ თავიანთი ბიზნესი განავითარონ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქედან წარმატებული ბიზნესმენი შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე მაინც, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რა თქმა უნდა, ჩვენი დევნილების და აფხაზეთელების კიდევ უფრო კარგად და ძლიერად წარმოჩენას. ჩვენი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგანაც მე მე-12 კლასზე ვარ და სკოლას მომთავრე. შესაძლებელია ამ საქმეში დავინტერესდე და ვაპირებ ბიზნეს ადმინისტრების გზით გავაგრძელო. ყველანაირად ინფორმაციას გვაწვდიან, უფრო რადგან ახალგაზრდები ვართ, სახალისო მეთოდებით ცდილობენ, ასე ვთქვათ, რომ ჩართულები ვიყოთ, არ დაგვეზაროს ლექციების მოსმენა, რჩევებს გვაძლევენ და ასე ვთქვათ, ადვილად გვესაუბრებიან ჩვენთვის გასაგებ და ინფორმირებულ თემებსაც გვაწვდიან ინფორმაციას. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადებიდან 100 წლის თავი აღინიშნა. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი როგორც აფხაზეთის ახალი ისტორიის გამოჩენილმა მკვლევარმა. მან უაღრესად პოზიტიური როლი ითამაშა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. გიორგი ძიძარიას სახელი დაკავშირებულია აფხაზეთის სახალხო განათლებისა და უმაღლესი სკოლის ისტორიასთან. საიუბილეო კონცეფცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩვენ მოვალეთვით ჩვენ თავს არა მხოლოდ ისტორიკოსები, ზოგადად მეცნიერები და ქართველი საზოგადოების წევრები, რომ დავიწყება გიორგი ძიზარიასი და მისი ძვირფასი კოლეგებისა ჩვენ ყავდა აფხაზები ხოხოტი ბღაშბა ამიჩმა ყავდა წერალი თარმა და სხვები არ შეიძლება ესეთი ყოველთვის ჩვენ ერთ საქმეს ვსახურებოდით და ერთ საქმეს ვაკეთებდით და მომავალში მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ურთიერთობები ისე განვითარდება რომ გვექნება საშუალება იმისა, რომ აფხაზებთან ერთად არაუბრალოდ ვიმეგობროთ, თუმცა ვიზმოთ კიდეს. გიორგი ძიზარიას სახელის აი ასეთი წარმოჩენა და ასეთი პატივის მიგება ეროვნული აკადემიისაგან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან, იგივე დევნილი ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოსაგან, სწორედ მეუთითებს, რომ ეს ადამიანი დავიწყებული არ არის და არასდროს არ იქნება დავიწყებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. ის იყო გამორჩეული როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც ეს ჩანს მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან თუ ჩვენ გავიმეორებთ თუ კონცეპტუალურად შევაფასებთ მის შრომებს, მისი შრომების სისტემატიზაცია შეიძლება ასე დაალაგდეს: სოციალური კვლევების ისტორია, პოლიტიკური ისტორია, კულტურისა და განათლების ისტორია. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად მუშაობა, დავაფასოთ ის აფხაზი მეცნიერები და მეცნიერები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ენათმეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვალი გაავლეს ქართული და აფხაზური ენათმეცნიერებისა და ისტორიოგრაფიის განვითარებაში. ქართულ პერიოდიკას ახალი ბეჭდური გამოცემა ბუნების მეგობრები შეემატა. ლიტერატურულ შემეცნებითი ალმანახის პრეზენტაცია დედამიწის საერთაშორისო დღეს გაიმართა. პრეზენტაციაზე საზოგადოებას ვიდეო ჩართვით მიმართა ალმანახის რედაქტორმა, ემიგრაციაში მყოფმა პოეტმა მადონა დვალმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი გამოცემების მნიშვნელობას ბუნების დაცვის საქმეში. ბუნების და ეკოლოგიის თემაზე საჭირო ინფორმაციების გარდა ალმანახში შესულია თანამედროვე მწერლებისა და პუბლიცისტების სხვადასხვა ჟანრის საინტერესო ნაწარმოებები. ალმანახი აერთიანებს პროზას, პოეზიას, მეცნიერებას, აქ არის კლასიკად ქცეული ტექსტები, მათ შორის დაკარგული დროები, დაკარგული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და რაც ყველაზე მთავარი არის, ის არ არის სწორხაზოვანი. მას აქვს თავისი ღირებულება, იმიტომ რომ უძველესი დროიდან რაც კი რა თქმა უნდა, რაც კი რამ დიდი განმარტებაა, მაგრამ მაქსიმალურად მოძიებული არის ყველა ის ტექსტი, რაც ბუნებას და ეკოლოგიას უკავშირდება და დღევანდელი დღეც, როგორც დედამიწის დღე გამოხმაურება არის ყველაზე ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელმაც ამ მნიშვნელოვან პროექტს უმასპინძლა. ხარია რომ ამ პრეზენტაციის მონაწილე ვარ, პირველად შეიქმნა ეს ჟურნალი და რო ვარ მონაწილე, იმიტომ რომ ჩემი ნაწარმოებიც შევიდა აქ, რომელსაც ქვია მშობლიური. ბავშვობიდან მიყვარდა საერთოდ ბუნება, დედაჩემი მithყოდა ხოლმე რომ საერთოდ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს არც ცხოველები, არც ფრინველები, არც საერთოდ ბუნება, მას არც სიცოცხლე უყვარს, არც ცხოვრება და არც ადამიანები და ფრიად მნიშვნელოვანია რომ ადამიანება გავითავისოთ რომ თავარი ამ ქვეყანაზე ბუნების დაცვა. ალმანახი ბუნების მეგობრთა საერთაშორისო ასოციაცია ადამიანის პროექტია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. ეკოლოგიური პრობლემა მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გლობალური პრობლემა გახლავთ, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას. ქალბატონმა მადონამ ორიგინალური ესეთი პროექტი შექმნა. ადამიანის ცნობიერებაზე, მის გონებაზე ყველაზე კარგად ზემოქმედებს ის, რაც აქ არის მოცემული აი ამ ალმანახში. ეს არის ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების გამონათქვამები ამ თემაზე. ეს უზარმაზარი შრომის შედეგი გახლავთ და ჩემთვის კიდევ სასიამოვნოა ის, რომ ეს გამოცემა დაფინანსებულია აფხაზეთის მთავრობის მიერ.